26 ოქტომბერს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ორი ბიულეტენი ერთად მიიღო აპარატმა. გაქვს პასუხი კითხვაზე, ეს ინფორმაცია დეზინფორმაციული შინაარსისაა თუ ნამდვილია? ამ კითხვაზე პასუხს მიიღებ ვებგვერდზე disinfo.cc.gov.g. ეს ყალბი ინფორმაცია, რადგან რეალურად ხმის მთვრელ აპარატს, რომელშიც მოქალაქე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდგომ ბიულეტენს ათავსებს, ორი ბიულეტენის ერთდროულად მიღება და სკანირება ტექნიკურად არ შეუძლია. ზემოთ თქმული დადასტურდა საერთაშორისო ამერიკული აუდიტორული კომპანიის ProVNV-ს დასკვნითაც. ხმის მთვრელ აპარატს ორი ბიულეტენის ერთდროულად მიღება, რომ არ შეუძლია, დადასტურდა თავად კენჭისყრის დღეს, რადგან არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, როდესაც აპარატმა ორი ბიულეტენი ერთდროულად მიიღო. ამას გარდა ამ მომრჩეველს საარჩევნო უბანზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ რეგისტრატორი გადასცემს მხოლოდ ერთ ბიულეტენს. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. იმისათვის, რომ გაიგო არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია ტყუილია თუ ნამდვილი, შედი ვებგვერდზე disinfo.cc.gov.g და გაიგე სიმართლე.